ყურებთ, გახდება თუ არა პატრიოტული თემატიკა 21 საუკუნის დასაწყისის ქართული ხელოვნების განმსაზღვრელი. პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება წაახალისებს პატრიოტული გრძნობების გაღვივების სურვილებს. პირველი ასეთი სიტყვიერი წახალისება პირადად პრეზიდენტისგან მეფე დავით აღმაშენებელზე ფილმის გადაღების მსურველებმა მიიღეს. ასეთ პრომოუშენს პირველი ხმაური უკვე მოყვა. ზოგს პატრიოტული გრძნობებით სპეკულაცია არ მოეწონა, ზოგს წარსული გაახსენდა, ზოგს ვისაც გონია, რომ პატრიოტული თემატიკა მისი პირადი პრეროგატივაა ტრიბუნის დაკარგვის შეეშინდა, ზოგს ეჭვები რელიგიური მოტივებით გაუჩნდა და ასე შემდეგ. ნინია კაკაბაძე ვარაუდობს, რომ ეს მხოლოდ ჟურნალია, ნამდვილი ქართული ბლოკბასტერი შემდეგ დაიწყება. ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმა. წყალობა ჰყავით. საქართველოს ყოვლის მპყრობელმან ვისურვე დავით. ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი ყურძნის მტევნებით. ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტევები. ღირს მსახურებდი ქართულ მიწას რაი გადარტებს. გასწია იგი მიკოფსიითგან და რუბანდან. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ არის ეს კორინთელი? მეცინებ. მე ვარ ლევან კორინთელი. თავი მეცინებოდა, რომ მეკითხებოდა, რომ ჟვანია ითამაშებს დავით აღმაშენებლის როლს თუ მიხეილ სააკაშვილი. ერთმა ჟურნალისტმა ასე მკითხა. მეუთხარი ასაკურველი ვანო მერაბიშვილი მეთქი. ბუნებრივია ეს არ არის სერიოზული მსჯელობა იმ იდეაზე, რომლის შესახებაც გასულ კვირას გახდა ცნობილი. იდეა დავით აღმაშენებლის შესახებ ფილმის შექმნას ეხება. ჯერჯერობით არ არსებობს ფილმის სცენარი, არსებობს მხოლოდ მსოფლიო დონის ბლოკბასტერის შექმნის სურვილი, რაც უკვე საყოველთაო დისკუსიებისა და მსჯელობის საბაბი გახდა. სურვილები და იდეები მომავალ ფილმთან დაკავშირებით ამგვარია. ეს არ იქნება ნათესავებისთვის და ახლობლებისთვის განყოფილი ფილმი. ეს იქნება ფილმი, რომელსაც მთელი მსოფლიო ნახავს და მთელი მსოფლიო გაგვიცნობს და კინოენა არის იმდენად მარტივი და გენიალური, რომ იმის საშუალებას იძლევა, რომ მე ამ ფილმის გამო ბუმი იქნება საქართველოში, ყველაფრით დაინტერესდებიან, რაც უკავშირდება ქართულ ფენომენს. იდეის ავტორები ფილმისთვის, რომელმაც მსოფლიო საქართველოთი უნდა დააინტერესოს, უცხოელ რეჟისორს ეძებენ. ქართველი რეჟისორების შენიშვნის საბაბი სწორედ ეს გახდა. მიუღებელია ჩემთვის ეს, რომ არაქართველმა რეჟისორმა გადაიღოს დავით აღმაშენებელზე ფილმი, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ირლანდიის მეფეზე ქართველ რეჟისორს რაც არ უნდა გენიალური იყოს ეს ქართველი რეჟისორი ფილმს არ გადააღებინებენ. იმიტომ რომ ეს არის საკუთარი ტკივილი, ეროვნული ტკივილი, ეროვნული პრობლემატიკა და ეს უსათუოდ როგორც სცენარის ავტორები, ისე რეჟისორი უნდა იყოს ამ პრობლემატიკით დაავადებულები, რომ ეს ფილმი გადაიღო. ზოგს მიაჩნია, რომ ფილმი აუცილებლად კონსტანტინე გამსახურდიას ტეტრალოგიის მიხედვით უნდა შეიქმნას. იდეის ავტორები იდეებს სცენარისთვის ისტორიულ წყაროებში ეძებენ. ერთადერთი რაზედაც დღეს ხმამაღლა არავინ კამათობს, ფილმის გადაღების აუცილებლობაა. დღეს ახლა საქართველოს სჭირდება პატრიოტულ თემებზე გადაღებული ფილმი, რომელიც აამაღლებს ჩვენს პატრიოტულ გრძნობებს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სტალინის მეგობარი მიხეილ ჭიაურელი იღებს ფილმს გიორგი სააკაძე. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთადერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ფილმია, რომელსაც დღემდე საქართველოში პატრიოტული გრძნობების გაღვივებისთვის იყენებენ. ასე იყო მისი შექმნის დროსაც. გადმოცემით ესე იყო ცნობილი, რომ როდესაც გიორგი სააკაძეს აჩვენებდნენ ომის პერიოდში, პირდაპირ კინოთეატრებიდან ხალხი მიდიოდა ფრონტზე. თუმცა შესაძლებელია ფილმს დავით აღმაშენებელზე მხოლოდ ეს დატვირთვა არ ქონდეს. ჩვენ ამდენი ხანია ვწვალობთ და ვერაფერს ვერ ხვდებით, როგორ უნდა შევქმნათ საკუთარი სახელმწიფო. ამის გამოცდილება არსებობს. გასაგებია, რომ 8 საუკუნის წინ იყო ეს გამოცდილება, მაგრამ ეს რეალობაში იყო. ქართველებმა შევძელით მშვენიერი სახელმწიფოს შექმნა. ყველა ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა მოგიტანოს ამ ფილმმა, რომ შენ საკუთარი თავი ამოიცნო. შოტლანდიელი გამანთავისუფლებლების შესახებ ბევრისთვის მელ გიბსონის ფილმიდან მამაცი გული გახდა ცნობილი. მომავალი ქართული ისტორიული ფილმის იდეის ავტორების ერთ-ერთი მიზანი ესეც არის. ოდესღაც მთლიანი და ძლიერი საქართველოს შესახებ კინოს მეშვეობით სხვამაც შეიტყოს, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი საკითხი. მე
მაინტერესებს, რამდენად არის ჩვენი საზოგადოება მზად იმისათვის, რომ ამ თემაზე გახსნილად ილაპარაკოს. ანუ ჩვენ ვაჩვენოთ ისტორია ისეთი, როგორიც იყო და ეს რა თქმა უნდა უკვე ისტორიკოსების საქმეა, რომ იქ იყოს აი ყველა პლასტი და ყველა მომენტი დავით აღმაშენებლის ცხოვრების იმ ეპოქის საქართველოსი და არ შეგვეშინდეს, რომ რაღაცა მომენტში შეიძლება ჩვენ სულთად კარგებადაც ვერ წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი. ყველაფერზე იქნება, რაც კი მნიშვნელოვნად გვაჩნია, რაც მნიშვნელოვანია მის ცხოვრებაში, მის შემოქმედებაში, რასაკვირველია, ძირითადი ასპექტები ამაზე გაკეთდება. ეს არ არის რასაკვირველია, მარტივპიროვნება იყო რთული და ძალიან დრამატული მისი ცხოვრებას და მისი მოღვაწეობა. განსხვავებული ეჭვით შესცქერის მომავალ სცენარს თუ ფილმს გურამ შარაძე. ჩვენ ასევე დაცული ვიყავით, რომ თამარ მეფის სარეცელი დაცული ქონდა და შეურაცხყოფილი არ იყო და ლაშა ბუღაძემ შეურაცხო. ჩვენ რა ვიცით ახლა დაიცავენ დავით აღმაშენებელს, რომელ წყაროში წერია, გინდა გაუშვით, გინდა ნუ გაუშვით. რომელ წყაროში წერია, რომ თამარ მეფის პირველი მეუღლე პირველ ღამეს, ქორწინების პირველ ღამეს კატასთან ატარებდა და არა თამარ მეფესთან. სანამ ახალი ფილმის სცენარი არ დაწერილა და რეჟისორი არ მოძებნილა, ამგარი ეჭვები თუ შენიშვნები კიდევ დიდხანს იარსებებს. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ მათ, ეხლა ვინც ლაპარაკობენ ამ პროექტს მე მაინც განვახორციელებ იმის გამო, რომ აქ სახელმწიფო დაფინანსება არ არის, ელემენტარულად ეს არის პირადი ჩემი პროექტი, რომლის ფინანსებსაც მე თვითონ მოვიძიებ, უბრალოდ პრეზიდენტმა დახმარება აღმიქვა. თქვა რომ მაგით ჩვეულებრივად თუ უსმენდნენ არ ვიცი, ერთ-ერთი გულშემატკივარია ჩვეულებრივი რიგითი გულშემატკივარი და არა იმის რომ თქვა ფულები ბიუჯეტიდან გამოყონ. გულშემატკივრობა პრეზიდენტმა, რომლის ინაუგურაციის ცერემონია 1 წლის წინ დავით აღმაშენებლის საფლავთან დაიწყო, საჯაროდ გამოხატა. ის ხელოვნებაში პატრიოტული თემატიკის მხარდაჭერაზე საუბრობდა. პატრიოტიზმის თემასთან ერთად ფილმზე დისკუსიაში რელიგიური მოტივებიც ჩნდება. დავით აღმაშენებელი არამხოლოდ წარმატებული მეფე იყო, არამედ ის დღეს წმინდანია და მის სახელს კიდევ უფრო სათუთად დაიცავენ. ხელების შორს დავით აღმაშენებლისგან სააკაშვილო, ტურაშვილო, მორჩილაძე ახლოდიანო და ვიღაც კორინთელო და მით უმეტეს სულად უცნობო და ვიღაცა ირლანდიელო რეჟისორო. თქვენ საქართველოში დავით აღმაშენებლის კიდე ახალი გაბიტურების უფლებას არ მოგცემთ. ერთმა ჟურნალისტმა ისიც კითხავ, რჩევას თუ კითხავთ პატრიარქს და პატრიარქს კი არ ვკითხავ, რჩევას ნებისმიერ ადამიანს ვკითხავ, რჩევებზე ვგიჟდებ, როგორ უნდა რამე მასწავლო. შექმნის იდეას უკვე მრავალი გულშემატკივარი თუ მოწინააღმდეგე თავის სასარგებლოდ იყენებს, რაც გაუთავებელი კამათისა და წინააღმდეგობების საბაბი გახდა. ფაქტი ერთია, ჯერ არ შექმნილმა ფილმმა უკვე დიდი პოპულარობა მოიპოვა, რაც სალსახად მომავალში ფილმის არა ანტი, არამედ რეკლამა იქნება. ეს ისო პატრიოტიზმის თემატიკას თუ დაუბრუნდებით, ფაქტია სააკაშვილის ხელისუფლებას ამ მხრივ მიღწევები აქვს. პატარა ბავშვებიც კი რომლებიც გამართულად ვერც კი ლაპარაკობენ ეროვნულ ჰიმნს გამართულად მღერიან წელს. ნაძვის ხეებიც კი პატრიოტულ თემატიკაზე იყო შექმნილი. ერთი მაგალითი ხაშურის ცენტრიდან. სხვათა შორის მომზადებულია კანონი, რომელიც ეროვნული სიმბოლიკის შეურაცხყოფლებს დააჯის, მაგალითად ჭუჭრიანი დროშისათვის, თუ არ ვცდები 50 ლარის ჯარიმა არის დაწესებული, ასე რომ ამ ძალიან სუფთა დროშები იყო და ძალიან ორიგინალური და ბოლოს მცირე რამ მამლების შესახებ ესპანური გალიერი, ანუ მამლების ორთაბრძოლა ქართულად. მაკა ფანქველაშვილის რეპორტაჟი.